მარნეულში ჯანდარის დასახლებაში ალიევების ოჯახს ღამის საათებში 22 ერთეული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი მოპარეს. ოჯახის ინფორმაციით, ქურდობა 12 დეკემბერს ღამის საათებში მოხდა. დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ჯგუფურ ქურდობას. ოჯახისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 100,000 ლარს შეადგენს. მათი განცხადებით, შემთხვევიდან უკვე 2 კვირა გავიდა, თუმცა ჯერჯერობით არავინაა დაკავებული. როგორც დაზარალებული აცხადებს, მოპარული საქონელი საბანკო სესხით ჰქონდათ შეძენილი, რის გამოც ქურდობამ მათ მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეუქმნა. Bizim 50 dənə malımızı uğurlamışdılar. თავდაპირველად 50 მსხვილფეხა საქონელი მოიპარეს. გაქცევის პროცესში 28 დარჩათ და საერთო ჯამში 22 წაიყვანეს. ჩვენ პოლიციას ვთხოვთ, რომ იპოვონ დამნაშავე. ყოველივე ნაყიდი იყო ბანკიდან გამოტანილი სესხით. 2 კვირაა გასული და ჯერჯერობით არ უპოვიათ. პოლიციამ გვითხრა ვიძიებთო. ეს შემთხვევა აქ ფერმასთან ახლოს მოხდა. ეს არ იყო ერთი კაცის საქმე. ეს იყო რამდენიმე პირის მიერ ორგანიზებული ქურდობა, რადგანაც ჩვენ დავინახეთ თუ როგორ გადაჰყავდათ საქონელი ღობის მეორე მხარეს. ეს მოხდა ერთ ღამეში, 2 კვირის წინ. საერთო ზარალი დაახლოებით 100,000 ლარს აღემატება. კი ბატონო, გაცნობებთ, რომ 2025 წელს 12 დეკემბერს მივმართა ჩემი დაცვის მყოფი პოლიციაში თალე ალიევი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოლიციისგან იყო რეაგირება და დღემდე მუშაობენ და 50 ცალი დაკარგული იყო და 27 ცალი დააბრუნეს, იპოვეს და 23 ჯერ დაკარგულია, ეძებენ ალბათ და არანაირი შედეგი არ არის დღემდე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო მაცნობა საინფორმაციო პორტალ აქტუალჯის, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს.